საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით ილიას ტბაზე ახალი სასტუმრო აშენდა. სასტუმრო როიალ ბატონი ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და ეკონომიკის მინისტრმა სასტუმროს მეპატრონესთან ერთად გახსნეს. სასტუმრო კომპლექსის მოწყობა $2,300,000 დაფინანსდა, მასში 4 ლუქსი და 27 სტანდარტული ნომერია. სასტუმროში დასაქმებულთა 80% ადგილობრივია. სასტუმრო როიალ ბატონი რიგით მეორე ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც საპარტნიორო ფონდის თანადაფინანსებით აშენდა. ასეთი ობიექტების განვითარება ნამდვილად ხელშეუწყობს ტურიზმის განვითარებას. დღეს ძალიან სერიოზული ზრდა არის ტურისტების საქართველოში 25%-ით გაიზარდა წლის დასაწყისიდან ვიზიტორთა რაოდენობა. სწორედ ამ ნაკადს იმისათვის რომ მომზადებული შევხვდეთ, ასეთი ობიექტების გახსნა იქნება საჭირო რაც შეიძლება მეტი. სახელმწიფოს და საპარტნიორო ფონდის ვალია რომ ის საწყისი წამახალისებელი ინვესტიციები გააკეთოს იმისათვის რომ კერძო სექტორს უკვე შეუწყოს ხელი. პრაქტიკულად ხორციელდება ის პრინციპი რაც ჩვენ გვაქვს, მივიღოთ თანადაფინანსებაში მონაწილეობა, შემდეგ ვაკონტროლოთ პროექტი, ნახოთ როგორ გაეშვება და შემდეგ გზადაუთხმოთ პარტნიორს, ინვესტორს ჩვენთან ერთად. ეს ერთი კიდე კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ითანამშრომლოს სახელმწიფო და კერძო სექტორმა. ეს არ არის მარტო სასტუმრო წარმოებაც, აქ არის საცხოვრებელის და არის დასვენებელი კომპლექსი. ეს ანუ შატოს პრინციპით არის აგებული ყველაფერი კონცეპტუალურად არის შატო, როგორც ჩვენ გვაქვს თქვათ იგივე შატო მერე.